დღეს 4 მაისი ეს არის ასე ვთქვათ პირველი საინფორმაციო შეხვედრა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ესეთი პატარ-პატარა შეხვედრებიდან იწყებოდა საერთოდ ეროვნული მოძრაობა. ჯერ ბინებში იკრიბებოდნენ, შემდეგ ბინა პატარა რო იყო, უკვე მერაფოსტავას ეზოში ხდებოდა ამ შეკრება. მერე ისიც ვეღარ იტევდა და მერე გამოვიდა. ბატონო დემო. იმაშია რომ ჩვენ სრული გვაქვს კაში ერთხელ ამას შევახსენებით უკვე კაში ერთხელ იქნება თუ ორპირაში ერთხელ თუ ყოველკვირეული ამას ვიწყვით და თქვენ გადავწყვიტოთ სულ ყველამ ერთად რომ დავუშვათ პატარა ანგარიშივით და საინფორმაციო გამოსვლები გვექნება რა გაკეთდა რა უნდა გაკეთდეს და ბოლო საიტკენ მივყავართ ჩვენს მთავრობას თუ ეგრეთ წოდებულ მთავრობას არ ვიცი. მდგომარეობა რამაც ჩვენ გაგვაერთიანა ჯერ 4 კაცი და აგერ უკვე რამდენი ვართ თქვენ სულ ყველანი დამფუძნებლები ხართ ჩვენი ქართული დიდი გაერთიანების იცოდეთ აქ არავის არ აქვს პრივილეგია მეც თქვენნაირი ვარ და თქვენსავით ვარ აუცილებლად და ბატონი დემურის ბატონი დავითის ბატონი გიგვარ ჩვენ არაფრით არ ვართ გამორჩეულები გარდა იმისა რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვინაიდან ჩვენს გვერდით ხედავთ მე დავწუნებული ვარ რომ უკვე ამდენ სყვარებია ჩვენი ქვეყანა გარდა ამისა ამას წინათ იყო პირველი შეკრება დარბაზში ეს იყო 30 მარტს და 30 მარტიდან ჩვენ იქ განვაცხადეთ ერთმანეთთან უკვე თანხმობა რომ ჩვენ უნდა რაღაც კეთილი საქმეები გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსთვის რომელიც ფაქტიურად თავზე გვექცევაო რომ ვამბობთ არა თავზე დაგვექცა უკვე და წაქცეულია ქვეყანა და მანამ მას საბოლოოდ მიწას მიაყრიან და დაასამარებენ და სახელს შეუცვლიან მანამდე გვინდა ჩვენ რომ რაღაცა მოვიმოქმედოთ საინისო რომ პირნათელნი მაინც წავსდგეთ უყავთ არა ჩვენი საქმე მაქსიმალურად რაც შეგვეძლო გავაკეთოთ მე დარწმუნებული ვარ რომ უფალი ჩვენთან იქნება წმინდა გიორგი ჩვენთან იქნება და ხელს მოგვიმართავენ ჩვენი წმინდანები ამ მამულიშვილურ საქმეს დავიწყდა დღეს საქართველოს რომ მოსახლეობას რომ პირველ რიგში ვიდრე ისინი ადამიანები არიან ისინი დაიბადნენ საქართველოში ქართულ მამულიშვილებად და რატომღაც დღეს ხოლმე გადავავლებ საქართველოს მოსახლეობას ვინც მეტნაკლებად კარგად ცხოვრობს ხო ვატყობ რომ კუჭის ფიქრით ფიქრობენ სულ ყველა მე გასტროენტეროლოგი გახლავარ და პირდაპირ ვცნობ კუჭით ვინ ფიქრობს და ვინ ფიქრობს მე დღევანდელი პირველი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება უფრო ერთმანეთთან გაცნობით და ერთმანეთს დავენახოთ ვინ ვართ, რამდენი ვართ, როგორ ვართ მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ მოიმატებს კიდე ჩვენი ოდენობა შემდეგზე და სადღაც მეთქნას რომ შემდეგი შეხვედრაზე დაახლოებით 10 ამდენი მაინც ვიყოთ შემდეგ შეხვედრაზე კიდევ თვათით გაუმრავლდებით კიდევ უკეთესი იქნება ამიტომ რა გასაჭირი აქვს საქართველოს ეს ყველამ კარგად ვიცით და ეს მე მგონი მოგბეზლად კიდევაც ამაზე საუბარი იმიტომ რომ ცოტა სანერვიულოც არის ხოლმე და თან მithumetes ადამიანები რომლებიც გძნობთ რომ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვცვლით მათთვის მოსასმენად არის ძალიან დიდი კატასტროფა და ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას იწვევს ადამიანს თითოეული ქართველი, თითოეული რეგიონი, თითოეული სოფელი პირველ პრიორიტეტია აბსოლუტურად ჩვენთვის სულ ყველასთვის. ჩვენ აი ამ 4 ადამიანს არ გვეძარებათ
თქვენც ვინც გამოთქვათ ხოლმე სურვილს, ჩვენ ჩავიდეთ თითოეულ რეგიონში და მხარდაჭერა თითოეულ ადამიანს გამოუცხადოთ. აი ეს იქნება ჩვენი პირველი და ყველაზე კარგი საქმე, რაც გაგვაერთიანებს. ქართველებს რაც გვაერთიანებს, იმაზე უნდა ავიღოთ ჩვენ აქცენტი. ძმაო ძმისთვისო, შავი დღისთვისო, ხო ნათქვამია. აგერ გეგმავთ ეხლა რომ ჩვენ ჭიათურაში ვაპირებთ ჩასვლას უახლოეს მომავალში, ალბათ შემდეგ შაბათ-კვირას ხომ ვაპირებთ ჩასვლას, რომ გვერდში დაუდგეთ იმ ხალხს. რატო? იმიტომ რომ ჭიათურაში თუ ის რასაც აპირებენ და რასაც აკეთებენ, ის თუ დაკეთდა, ჩაათვალეთ რომ ჭიათურა გაიცლება, იქ სხვა საარსებო პირობა ადამიანებს არა. ზუსტად ისევე ქვეყანას დახშიდა რაღაცა გლობალური საქმიანობისთვის ამხელა დიდი ტრასის გაკეთება, გამჭოლი ტრასის გაკეთება და თქვენ წარმოიდგინეთ ვიკოთის უღელტეხილზე დაახლოებით 25 სოფელი აღმოჩნდა იზოლირებული. მას სარჩოსაბადებელი აღარ აქვს, იცით რატო? ანა იმიტომ რომ ის მიწების, იმიტომ რომ იმ მოსახლეობის ბიზნესი იყო ერთი, კიდევ უნდა გამოეტანა ნიყვი და ის უნდა გაეყიდა და 120 კმ/სთ სიჩქარით მანქანა რომ გაიფრენს, ვიღა იყიდის იმ ნიყვს. დაიკეტება იქაც სახლები, საძოვრები, ისედაც არ ქონდათ და აღარ საძოვრები აქვს იმათ და აღარც არაფერი. ეს ყველაფერი და იგივე ვის რაში ჭირდება ამ სიგრძე და ამ სიგანე ტრასები საქართველოში, როდესაც ეს არ კეთდება ამ უყურებო არ კეთდება ქართული ხალხისთვის. გადავცემ სიტყვას ახლა ბატონ ბონუს და ეხლა შეშევილება ხო, ჯობია ალბათ, ხო, მეცესები. მოგესალმებით, მოხარული ვარ. არ არის მის ჯობია იმით. არის. აი ამას მიაჭირე. ესე ხო ვერ გაიწერს კაცო. მოგესალმებით. არა, აი ამას მიაჭირე, კნოპკას. სულ მიჭირე. ხო. მოგესალმებით, მოხარული ვარ. აქ ხართ. ერთი რამე არის ჩვენ ოთხინება უნდა გქონდეს და კარგად გავიაზროთ ის, რომ რასაც ეხლა მოვკიდეთ ხელი და ვაკეთებთ, ეს არის უპრეცედენტო ქართული უახლესი ისტორიის განმავლობაში და გული არ გაიტეხოთ. თქვენ შეიძლება დღეს აკელოდით 500 კაც, 1000 კაც. არა, ასე ნელ-ნელა აიკრიბება. ჩვენ ამას შემთხვევით არ ვაკეთებთ, ჩვენ არავის ურეკავთ. მობრძანდით ასო. ჩვენ უნდა ვნახოთ რა დღეშია საქართველო, რომელიც არ არის ამ სისტემაში. ქართველები, რომელიც ამ სისტემის გარეთაა. შეურაცხყოფილები, დამცირებულები, დატოვებული საკუთარი ქვეყნის მადლის გარეშე, მაგრამ კიდე გეუბნებით, რა კი ეს სული შენარჩუნებულია და ჩვენ ძალიან დიდი კონტაქტები გვაქვს რეგიონებთან, ხალხთან, ამდენი წელია მე მოძრაობ, ყველა ჩვენთაგანი საქართველო დღეს გადარჩენილია, მაგრამ არის უკიდურესად რთულ მდგომარეობაში. ჩვენ ავიღეთ აი ამ 4 კაცმა და უკვე აღარა ვართ 4, აქ ახარ თქვენ, სხვებია კიდევ არის მე წონეთ ათასობით ადამიანი. კი, რეგისტრირებულია უკვე ასობით ადამიანი. საქმე რაშია? ჩვენ ყველანი ავიკრიბებით და ეს იქნება ის ძალა, რომელიც ხელისუფლებას არ მიცემს საშუალებას გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც ატარებს. ქართული ხალხის იგნორირება, რომელიმე პარტიის იგნორირება იოლია ხელისუფლების მიერ და ბევრს გაუკეთა იგნორირება ამ ათეული წლების განმავლობაში. ქართული ხალხი ძალად ქცეული ვერანაირი იგნორირების სტანცი არ ექნება ხელისუფლებას. ჩვენ ნელ-ნელა ჩვენ კარგად ვიცით. ჩვენ დიდი დრო არ არის. დიდი დრო უბრალოდ არ არის. ჩვენ გვაქვს შეზღუდული დრო, ეს დროც კარგად ვიცით, ჩვენ ამ დროში უნდა ჩავედიოთ და მთელი ქვეყანა დავაყენოთ თემს.
მცირდება მდგომარეობა. საზოგადოების ყურამდე არ მიდის ყველაფერი. წლევანდელ წელს აი ეგრეთ წოდებულმა აი ამ დე-ფაქტო ხელისუფლებამ ყველას მიულოცა, რომ აი 6 მილიარდი შემოდიშო და სწორედ ეს არის დასაწყისი ქართული სახელმწიფოს დასამარების. ეხლა 16 მაისიდან უკვე ძალაში შევა და გაიხსნება ვიზები. ათასობით მუსულმანი შემოვა აზიური და აფრიკული ქვეყნებიდან. მიდის პატმირები დაკეტილ კარს მიღმა იგეგმება უკვე აგერ რაღაცა გაიშვა გუში რომ ყატარის საელჩოში იყო საუბრები ამაზე რომ დიღომში და თუ არ ვცდები მგონი ფონისჩალაში უკვე იგეგმება მეჩეთების აშენება ყველაფერი მიდის იქით მეგობრებო რომ აი ქართველი ხალხი რაც შეიძლება მალე გაიკრიფოს ამ ქვეყნიდან და შემოიყვანონ თანაც თქვენ ნახეთ როგორ შემოყავთ. როდესაც განმარტეს არა კაცო საიმიგრაციო სავიზო პოლიტიკა უფრო კაცდება არაფერი არ კაცდება განმარტა ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და რას ეძახის განკაცებას იმას რომ ჩვენო თუ ექნება საშუალება ბინებითაც უნდა დავაკმაყოფილოთო უთასო ჯანდაცვაც უნდა კონდესო უთასო განათლებაც უნდა მივცეთო გესმით რომელიც არ აქვს თვითონ ქართულ ხალხს ამ ქვეყანაში ეს არის მოღალატე რეჟიმი მეგობრებო რომელიც სათავეს იღებს 92 წლიდან ეს არის საოკუპაციო დამნაშავე რეჟიმი რომელიც დასმულია გარედან გლობალისტების მიერ და რომელთა მიზანი არის საქართველოს ქართველების გარეშე და არ უნდა ეძინოს ეს ქართველობას ეს არ არის პარტია ჩვენ არა ვართ პარტია ეს არის ქართველთა დიდი გაერთიანება იმისთვის კეთდება მამული ენას არწმუნოებისთვის რომ აი ეს დიდი სამი საუნჯე რომელიც ჩვენმა ძვირფასმა ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა და გითხრა რომ აი ამას უნდა გაუფრთხილდეს ქართველი ერი სწორედ ამას გულისხმობს ეს ქართველთა გაერთიანება მამული ენას არწმუნოება რომ დავიცვათ ეს არის უპირველესი და რაღაცად გინდა დაიცვა თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ისურვა ეს უნდა ისურვოს თვითონ ქართველმა ხალხმა და შემდეგი შეკრება რომ იქნება კიდე უნდა იყოს მზარდი და თანდათან უნდა გახდეს ეს მზარდი მე ეხლა აქ ერთ-ერთი ვინც ჭიათურიდან იმყოფება მე მასთან ერთად ადრე ვიყავი აგერ აქ არის ბატონი კოკა ჩასული ჭიათურაში და სულთანს ვადევნებ არის ეგეთი საიტი მაღაროელი და ყველა ინფორმაცია მაქვს ფაქტიურად იქ შიმშილობა მიდის 65 დღეა კარავში არიან დასცინიან ფაქტიურად ისეთი შეთავაზება შესთავაზეს 5-7 პუნქტიანი რომ იმაზე ხელის მოწერა ნიშნავს ფაქტიურად თავის თავს უარი უთხრას და დარჩეს უმუშევარი ეს არის ყველანაირად აი დამუშავებული მაღალკვალიფიციური იურისტების მიერ მზაკვრების მიერ რომ მოატყუონ ეს ხალხი მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებენ ხელს არ აწერენ ეს ხალხი ეს თანაც მიზნად ისახავდა იმას რომ ხალხი წაკიდონ ერთმანეთს იქ თავიდან მხოლოდ 300 კაცის დასაქმება იგეგმებოდა 3600 კაციდან რომ აი არჩევნებამდე როგორმე იქნებ გააჩუმოს საქმე იქ მისული იყო მეგობრებო იქ მისული იყო მეუთე საჩხერისა და ჭიათურის მეუთე დანიელ დათოაშვილი ეს ნობილის მეუთე არის მე აუცილებლად ვიტყვი ამ საქმეს და ყოველთვის ვამხელ ეს არის ის მოღალატე მეუთე ქვეყნის მოღალატე მეუთე 92 წელს რომ აქ იარვის დღეებში გვამები იქ იყო მოფენილი თბილისი 7 იანვარს ძლიერ გამსახურდია რომ 6 დატოვა თბილისი აი ეს კაცი ბანკეტი ჰქონდა გაშლილი იქ საპატრიარქოში და ზეიმობონდა ეს იყო თამა და ბატონი დათოაშვილი და სატანა გამდევნეტა მისი მათი სიტყვებია ეს მეუფე მივიდა და ეუბნება მოდითო ხალხო აი როგორც სუში რომ მიაგზავნის კარგად დამუშავებულ ადამიანს
და ეუბნება რომ თქვენ ეხლა მაინც რომ აი მოусმინა იქ ძალიან კარგი პიროვნება ის მე ორჯერ შევხვდი იმ პიროვნებას ვარი აღარ მახსოვს ზუსტად არა უშავს ხო და ძალიან შესანიშნავად მიმართა მე უფეს არის ეს მაღაროელების გვერდზე და ყველაფერი აუხსნა მოკრძალებით ყველაფერი დილობიანად და მე ეუბნება ბოლოს რომ ეხლა კარგი იქნებაო მაინც ინვესტორსო დავეთანხმოთო ხელი მოვაწეროთო ჯერო და ესე იგი 300 კაცმა დაიწყოს მუშაობა 3300 დარჩეს უმუშაო და მერე თანდათანო კიდევ დანარჩენზეო მოლაპარაკებები გავაგრძელო თუ გესმით ხალხო რამ ხელა ღალატია ესე იგი აი აქედან მინდა მე მივმართო სასულიერო პირებს ძალიან ბევრს ვითმეთ მეგობრებო ძალიან ბევრს ჩვენ ხალხიდან უკვე ხელში ამოვიდა რა სად არის მუთ საქართველოში ერთი მართალი სასულიერო პირი აღარ მოიძებნება სად ახარს ნუ თუ აი სამშობლოზე მეტად გიყვართ აი რა ქვია რაღაცა პოსტი გიჭირათ მაგრამ ეს უკვე პოსტებია იმიტომ რომ ნახევარი წმინდა სინოდი მილიონერია უკვე ყველამ კარგად იცის საქართველოში მაგრამ ხო არიან დაბალი ერარქებში მართალი სასულიერო პირი ნუ თუ ღმერთი საუფლო არ უნდა გეშინოდეთ ვიდრე მთავრობის არ ვიცი ესე როგორ შეიძლება როდესაც ერი და ბერი ერთად არ ადგას აი როდესაც ამ გარა საქართველოს ისტორია წაიკითხე და შეხედეთ როდის მიუღწევია საქართველოს წარმატებას კი ის გახლეჩილი იყო თუ არ იყო ერისა და ბერის ერთიანობა ჩვენ როგორ მივახცეთ წარმატებას მე აი ვაძლევ თავს უფლებას დღეს ვთქვა რომ სირცხვილი თქვენ სასულიერო პირებო სირცხვილი და ეს უნდა ჩამოირეცხოთ მომავალი შეხვედრებიდან ქვეყანა ნადგურდება სამშობლო აღარ იქნება მართლმადიდებელი სახელმწიფო და მისიდან აი ეს მუსულმანები და ეს სინდრო შემოვლენ აფრიკიდან და აზიიდან ყველაზე დიდი დარტყმა მიადგება ჩვენს ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას და ისე დაშლიან მარტივ მამრავლებად რომ აღარაფერი დარჩება იქიდან აი ეს მინდა თქვა გულის გატეხით მე